კი ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე ვინაცვლებთ. ციხის ეკლესიაში წირვა ლოცვაა. პატიმრების საშობაო ზიარებისთვის ემზადებიან. ტაძარში მათი გალობა ისმის. ეს მგალობელი ბიჭი 4 წელია აქ ცხოვრობს. ბევრი რამ გაიარა, არჩევანი გააკეთა. ძირითადად დროს ეკლესიაში ატარებს, გალობაც აქ შეისწავლა. გვეხმარებიან გარედან შემომსვლელი მასწავლებლები. ასე რომ ვთქვათ, აქ უბრალოდ დამაფიქრა მე თუნდაც იმაზე, რომ შემიძლია გარეთაც ასე ამგვარად ამ სახით ვიცხოვრო. რაც ყველაზე მეტად გვსურს, ჩვენ საყურებელ ოჯახის წევრებთან ერთად არის შეხვედრა, ერთად ყოფნა, ჩახუტება, იმეოციის გაზიარება. გვაქვს საშუალება ყველაფერი იმისა, რომ თუნდაც კერძი რო გქონდეს, ჩაითი მიულოცოთ ერთმანეთს. სიმღერის ხმა ისმის კელიებიდანაც. ის ყველაზე დიდი, რაც ადამიანს სულიერ ცხოვრებაში ჭირდება, ეს არის განსასწრელი მყოფ განსაკუთრებით ადამიანისთვის ღმერთთან ცოცხალი ურთიერთობა და აი აქ არსებული ეკლესია ამის საშუალებას აძლევს პატიმრებს. ძალიან დიდი ხელშეწყობა საპატრიარქოდან, ადმინისტრაციის მხრიდან მათ ცხოვრებაში ესეთი დიდი განსასწრელი ღვთის დიდებით და ნუგეშით გაევლო.